გამარჯობა. ეს არის სივრცე თვითფლობა, მე ვარ რუსა და დღეს ჩემი სტუმარია AI აგენტურული სისტემების კომპანიის Vigeras დამფუძნებელი და Forbes Under 30-ის გამარჯვებული სანდრო ბოლქვაძე. სანდრო, გამარჯობა, მიხარია რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. გამარჯობა რუსა და მადლობა მოწვევისთვის. ვნახოთ რა თემები გვექნება. სანდრო, აქვე ერთი ძალიან კარგი სიახლე თვითფლობის წარმდგენი არის მაიზერ ზაქარაშვილის სახელობის კერამიკული თიხის საამქრო ემზი კერამიკა, რომელიც ყველა ჩემს სტუმარს გადასცემს ესეთ თიხის ხელნაკეთ ჭიქას ბრენდირებულს თვითფლობა აწერია და ჩემი სიტყვები მართვა იწყება საკუთარი თავით. ესეც თვითფლობის ლოგო. აი თითოეული ჭიქა მუშავდება ხელით, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი გულით და სიყვარულით იმ სტუმრების, ვინც მერე ჩემთან მოვლენ და ვისაც ვაჩუქებ. დიდ გზას გადის ეს ჭიქა, თიხის წრთობა გეცოდინება ალბათ რა გზასაც გადის, მოხატვა, მერე ჭიქური მთელი ამბები, მოკლედ და ეს მინდა რომ ემზი კერამიკისგან გადმოგცე საჩუქრად და ბევრი კარგი საქმე აგეხნიშნოს ხოლმე. ძალიან დალეული მართლა ძალიან ღირებული საჩუქარია, თან რო იცი რომ ხელით აქვს ადამიანს ეს გაკეთებული და რავი, ეხლა წყალსაც რო ვსვამდი, უფრო გემრიელი მეჩვენებოდა სიმართლე რომ თიხის ეფექტი კი. მადლობა ძალიან დიდი. როგორც მითხარი, ეს არის შენი სტუმრობა პოდკასტის ფორმატში. ხო, ნახოთ. ტელევიზიებში უფრო ხშირად ვიყავ ვიდრე პოდკასტებში, მაგრამ ეს რაც უფრო კარგი ფორმატი ჩანს. ხო, რა არის განსხვავებული? არ ხარ ისე ოფიციალურად და რაღაცა თავისუფლება, ხო? კი. ხო და მოდი თავისუფლად ვისაუბროთ. შენი კომპანიით დავიწყოთ, იმიტომ რომ მაინც უფრო ახალი დაფუძნებულია, ცხელ-ცხელი სიახლეებია, თან ძალიან კარგი კომპანია, როგორც ვიცი, ძალიან კარგ სერვისებს თავაზობ კომპანიებს და მოდი მაგით დავიწყოთ. კომპანიის ისტორიით შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ. Vigeras შეიქმნა პრაქტიკულად იდეადრომზე, ეს არის Media Labs აქსელერატორი. მაშინ ჩვენ შევქმნით ვებსაიტების და აპლიკაციების ბილდერი, რომელიც იყო დაფუძნებული ორ ძირითად აგენტზე. ერთს ერქვა Cody, რომელიც კოდს გიწერდა, მეორეს Brenda, რომელიც კონტენტს გიქმნიდა და სურათებს და ეგეთ რაღაცებს. ამასთან ერთად ჩვენ შევქმნით ადაპტაციური ვების სისტემა, ანუ წარმოიდგინე რომ საიტი, რომელსაც გაუშვებდი, ერთნაირი კი არ არის ყველა ვიზიტორისთვის. იცვლება იმის მიხედვით თუ ვინ რას იყენებს. ეს როგორ? ხდება შენს გემოვნებას, ასე ვთქვათ, საიტს რო იყენებ, თანდათან ხდება როგორი ადამიანი ხარ და მაგის მიხედვით გარგებს კონტენტს. ამ ასე ვთქვათ პროექტით ჩვენ პირველად გავედით, ეს 24 წლის ივნისი იყო თუ სწორად მახსოვს, Product Hunt-ზე. Product Hunt არის ყველაზე დიდი კონკურსი ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით. YC-ის დაფუძნებულია თავის დროზე და მან გავედით თვის 5-ელში, მერე წლის 10-ელში, No Code-ის და დიზაინის მიმართულებით. აღმოჩნდით ისეთი კომპანიების გვერდით, როგორიც არის Figma, Notion-ი, Gemini და ძალიან დიდი ტრაფიკი წამოვიდა ჩვენთან, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საერთოდ ველოდებოდით. და ეხლა უკვე Vigeras ეს B2C მიმართულება, ეს ორი აგენტის მიმართულება რაც გვაქვს, 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, 4000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს. მაგრამ სანდრო, აშკარად შეცვალეთ რაღაცა. კი. ხო. ჩვენ უფრო სხვანაირ მიზანს ხედავდით, ანუ არ იყო მხოლოდ web builder-ი ჩვენი მიზანი და გვინდოდა საერთოდ შეგვექმნა ახალი ტიპის მართვის სისტემა კომპანიებისთვის. თან ეს AI-ც უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო, ვიცოდით როგორ შეიძლება ამასთან მუშაობა და ოქტომბრის თვიდან გადავწყვიტეთ ქართულ ბაზარზე შემოსვლა ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მთლიანად მოაგვარებდა კომუნიკაციების პრობლემას კომპანიაში. და პირველი კომპანია დავლონჩეთ კიდევაც 23 ოქტომბერს მოხდა ეგ ამბავი, Zoom-ერი დაილონჩა, არის პიონერი და ასე ვთქვათ, დიდი გამბედაობის მქონე კომპანია და ძალიან დიდი ცვლილებები გამოვიწვიეთ ბაზარზე. რა ცვლილებები კონკრეტულად და აი უშუალოდ რას აკეთებს თქვენი მომსახურება, ესეც აღნიშნოთ კიდევ ერთხელ, რომ მუშაობთ კომპანიებზე და ორგანიზაციებზე და არა ინდივიდუალურ ადამიანებზე, ანუ B2C არა, B2B უფრო სწორად. ხო, გადავედით B2B-ზე. იცი რა ხდება დღეს? ძალიან ბევრი chatbot-ი არის, AI agents-აც ეძახიან ხოლმე, რომლებსაც უბრალოდ მომხმარებელთან პასუხი შეუძლია და ეს სისტემები გახდა პოპულარული. მაგრამ კომპანიებში არსებობს უკმაყოფილება, ვინც დანერგა არ ჰქონდათ შედეგი. ჩემი აზრით, ხო, რისგან მოდიოდა ეს უკმაყოფილება? ჩემი აზრით, სხვანაირი პერსპექტივით უნდა შეხედო ამ ტექნოლოგიას.
ანუ დაუყურო ინსტრუმენტს, რომელიც უბრალოდ პასუხს გასცემს. AI გვაძლევს საშუალებას შევქმნათ დღეს ახალი იდენტობა და ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ უკვე 12 ქართულ კომპანიაში 3 თვის განმავლობაში. ყველაზე მსხვილებში შევედით და წარმოიდგინე რომ შენი კომპანია იყოს ადამიანის მაგვარი არსება. როგორ იქნებოდა მისი სქესი, რა იქნებოდა სახელი, როგორ იქნებოდა თმის ფერი, რას ჩაიცვამდა. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენასაც ვაკეთებთ. კომპანიას ვთარგმნით პერსონალიზებულ იდენტობაში. ამ ნაბიჯის მერე მიდის უკვე შემდეგი თემა. ჩვენ იანვრის თვეში ავიღეთ მეტას ლიცენზიები, თან advanced ლიცენზიები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სისტემებს შეუძლიათ პირდაპირ AI-ით პასუხისგაცემა მომხმარებელთან უკავშირის გაკეთება, კომენტარზე პასუხი, კომენტარის წაშლა და ჰაიდება, პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმას, რაც გააკეთებდა ადამიანი. და ესეც Instagram-ზე, Facebook-ზე, WhatsApp-ზე, სადაც გინდა. და განსხვავებით ტრადიციული სტუდიური მომსახურებიდან, შენ ამას ერთი კლიკით აკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ მეტას მიერ ლიცენზირებული კომპანია ვართ, სადაც მეტაში გვაქვს API შექმნილი. ეს რთული პროცედურა იქნებოდა სანდრო ალბათ. ჩემი აზრით ამ გზაზე ყველაზე რთული პროცედურა ეგ იყო. არ დაგიმალავდა, პრაქტიკულად ნაცნობების ჩართვა დაგვჭირდა. რაც გასაკვირი არ არის სტარტაპში. იმიტომ რომ ძალიან რთულია დღეს მეტაში აგენტორული სისტემები შეუშვა ამას, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ ჩაკეტონ მეტამ ეს ჩენელი, იმიტომ რომ ეშინიათ რომ რაღაცა აი ესეთი საქმიანობა არ დაიწყო, რაც არალეგალური ან სპამი არის და ასე შემდეგ. ანუ ჩაკეტილი სისტემაა უფრო. და ხო, რთული იყო ამ ნდობის მოპოვება, ჩემს მომიპოვეთ ნდობა და ეხლა უნდა გადავდგეთ შემდეგი ნაბიჯები. აი, როგორ გახვედი, ხო, არ გააზიარებდი მაგასაც. ნუ არა, ესე უშუალოდ კონკრეტულად, მაგრამ შემხვდებით, შემიძლია გაგიზიარო. შეიძლება არ მიგი. ხო, კი ბატონო. ამოცანა რა იყო, იცი? მე არ მაინტერესებს არც chatbot-ი, არც voice assistant-ი, არც social manager-ის ჩენელები. მე მაინტერესებს ერთი რამ. ყავდეს არსება, რომელიც სრულად გამოხატავს შენს კომპანიას, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ იყოს შენს კომპანიაში. ანუ კომპანიას შეისწავლით ძალიან კარგად, კომპანიის მახასიათებლებს, ღირებულებებს. კომპანია ვინ არის, ასე ვთქვათ, და როგორ იქნებოდა ის, რომ ყოფილიყო ადამიანი, ვქნით ამ არსებას. მას შეუძლია საუბარი აბსოლუტურად ყველა არხით. ეხლა ამ თვეში, უпростоროდ თებერვლის თვეში ჩვენ ვამატებთ voice assistants, რომელიც იქნება ძალიან ბუნებრივი, თითქმის ვერ გაარჩევ ადამიანისგან. ისედაც უკვე ვერ არჩევენ ჩვენს აგენტებს ადამიანებისგან. და ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულება იყოს. ის იქნება შენი წარმომადგენელი, სრულყოფილი პირველი წარმომადგენელი კომპანიის, რომელიც ესაუბრება ყველა შენს მომხმარებელს, ახსოვს პერსონალურად ყველა შენი მომხმარებელი და პრაქტიკულად შენი მეგობარი ხდება. ამიტომ ბევრი დღეს ცოტა ისე არის ამ ასე ვთქვათ ტექნოლოგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, რომ ადამიანს ჩაანაცვლებს ესა. ჩვენთან უკვე შესრულდა 200,000-მდე დიალოგი. არც ერთ კომპანიაში არ გავუშვიათ ერთი ადამიანიც კი და ზოგიერთ კომპანიაში დაამატეს ახალი თანამშრომლები. ძალიან კარგი. ხდება. იმიტომ რომ მიმართვიანობა გავზარდეთ. თუ თვის განმავლობაში კომპანიას წერდა 5,000 ადამიანი, ჩვენი სისტემის დანერგვის შემდეგ წერს 25,000 ადამიანი. და მათ გაყიდვები იმდენად გაეზარდათ, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა მოუწიათ. ანუ მომსახურების ხარისხი გაზარდა თქვენმა პროდუქტმა. ეგრეა. რამაც პირიქით გამოიწვია კადრების დამატება. მე თან არ ვიტყოდი რომ გაზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირ სტატისტიკურად დადასტურებულია კომპანიების მხრიდანაც და ჩვენ მხრიდანაც. აუყავს 95%-ზე უფრო მაღალზე მომხმარებლის კმაყოფილება. საკმაოდ მაღალი არის. ერთ-ერთ კომპანიის შემთხვევაში ეს არის 98.9%. წარმოუდგენლად მაღალია. სტივ ჯობსის პერიოდში Apple-ს არ ქონდა და მერეც აღარ ქონდა ამ დონის მომხმარებლის კმაყოფილება. აი ამ ხელა power-ს იძენ შენ თუ ხელოვნურ ინტელექტს შეხედე სწორი მიმართულებით, სწორი პერსპექტივით. კიდე რომელ კომპანიებში ხართ სანდრო შესულები? ბევრში ძალიან. მარტო ტექნიკის სფერო რო ავიღოთ, რავი, iTechnics-ი, M-Story, Contact Home-ი და კიდევ ბევრი დაგვემატა ახლა onboarding-ის პროცესში არიან. დანარჩენი რავი, ავტოინდუსტრიაში ახლა ხან დაილონჩა ამბოლის ასისტენტი, რომელიც ძალიან გაუმჯობესება ორ კვირაში და ისეთ რაღაცებს გააკეთებს, რასაც ფიზიკურად ვერ ინდამდი ხელოვნური ინტელექტის გარეშე და აი ამ პროცესში ვართ. ვცდილობთ რომ შევცვალოთ ბაზარი. ძალიან კარგი და ბევრ დიდ წარმატებას გისურვებთ. მადლობა რუსა. სულ ახალი დაწყებული გაქვთ და უკვე აი ამ შედეგებით ხართ ძალიან მაგარი არის. თუ სტარტაპი ხარ სხვა გზა არ გაქვს. Pivot or die.
ეგეთი სტიკერი გვაჩქვა CES-ის დირექტორმა სხვადასხვის ამერიკაში რომ ვიყავით და ძალიან სწორად გამოხატავს იმას თუ რას უნდა აკეთებდეს სტარტაპი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიდიოდე წინ, სამყარო შენ არ გელოდება. და აი ამ ყველაფერს როგორ ახერხებ სანდრო პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. როგორ ფიქრობ აი ამ სისწრაფეს, ამ ტემპისაყოლას მოახერხებ თუ შინაგანად არ ხარ მტკიცე, ძლიერი, სწრაფად ცვალებადი, მორგებადი, ანუ რა უნარები გჭირდება შინაგანად რომ ამ ტემპს საყვე, იმ ტემპს რაც სტარტაპს სჭირდება. პირველ რიგში რაც გჭირდება, ეს უნდა იყოს არჩევანი. არჩევანს აკეთებ, საკმაოდ მძიმეს. თავიდან ამას რომ უსმენდი ხოლმე რაღაცა რილსებად რომ ხდებოდა ეს სილიკონელის CEO-ები რო იძახდნენ რომ ძალიან რთულია სტარტაპის კეთება და რაღაცა მეთქი კარგი რა ბოდიალობთ რაღაცას ახლა და აუდიტორიაზე მუშაობთ. აღმოჩნდა რომ ინოვაციური სტარტაპის საქმიანობას მიაქვს ძალიან დიდი დრო. ეს დრო აკლდება შენს ოჯახის წევრებს, შენს მეგობრებს აკლდებათ. პირველ რიგში შენ. შენს სხვა ინტერესებს მაგალითად რა. ანუ ისიც შენ თავია სტარტაპშიც, მაგრამ სულ უფრო ნაკლები დრო გრჩება სხვა რაღაცებისთვის. თავიდან ეს არის მძიმე. მე ამას უბრალოდ ეჩვევი და ხდება შენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ნაწილი. და მე ხდება რომ რაცა რაოდენობით ხალხი იფილტრება შენს ირგვლივ და რჩებიან ისინი, რომლებიც აი ესეთსაც მიგიღებენ რა. ბოდება დავაზუსტოთ, რას გულისხმობ, ესეთსაც მიგიღებენო. ესეთში რას გულისხმობ, ანუ რამე იცვლება? კი. შენში თუ იმათში? შენში იცვლება. შენ ისეთი ყურადღებიანი ვეღარ ხარ, როგორც თვითონ ისინი არიან, როგორც იყავი ადრე. იმიტომ რომ ხშირად არ გცალია, ბევრ რაღაცაზე გაქვს საფიქრი, სულ მუდმივი სტრესის ქვეშ ხარ, იმიტომ რომ იმდენად ცვალებადი არის ეს სფერო, რომ ყოველთვის რაღაცის მოძიება გიწევს და ეს მომენტი არ რთული. საწყის ეტაპზე მე უკვე უბრალოდ ეჩვევი ამას. ადამიანი ალბათ ყველაფერს ეჩვევა და თუ გადაწყვიტე რომ მართლა ტექნოლოგიური სტარტაპი აკეთო, მართლა ინოვაცია და ამბიცია გაქვს რომ უკვე გლობალურ ბაზარზეც გახვიდე, ეს არის შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მე კი არ ვარ ესე. ყველა ჩემი გუნდის წევრი ასე არის. აბსოლუტურად. ხო, საერთო მისიის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. გამოდის რომ გუნდის წევრებს ხედავ უფრო ხშირად, ვიდრე საერთოდ ვინმეს ხედავ. და აი ეს არჩევანია, ან აკეთებ, ან არ აკეთებ. ყველას მე არ ვამბობ რომ რომელიმე არჩევანი ცუდი ან კარგია, უბრალოდ ვიღაცა ესეთი ხო, შენი არჩევანი ეს არის. ხო რა. და ამ გზაზე შეიძლება რომ ვიღაცა ჩამოშორდეს, ვიღაცა ახალი მოვიდეს და ეს არის ძალიან ბუნებრივი. ბუნებრივიც არის და არც დამნაშავე არ არის ის ადამიანი თუ ჩამოგშორდა, იმიტომ რომ არც შენ. ხო, ანუ უბრალოდ იმ ადამიანს ჭირდება შენგან ყურადღება მაგალითად, შენს მეგობარს, შენს ოჯახის წევრს ვიღაცებს და შენ არ ანიჭებ ამ ყურადღებას და ცალმხრივად ხო ეს ვერ იქნება. ამიტომ ეს fair enough, მაგრამ რომ გამაგადაწყვეტილებას თუ იღებ, ეს მოგიწევს. მთელი ეს შენი პერიოდი რაც სტარტაპს აკეთებ, იქნება ეგრე. მერე შეიძლება უკვე დაისვენო, გახდე უბრალოდ რავი. დაეგზიტე და ეს შემდეგ ვიღაცებს რაცა ისინი აქვთ. ანუ ეგ არის რა, ეგ არის რეალობა. ჩემს ირგვლივაც ვინც ვნახე რომ მართლა ამას აკეთებს, ისინიც დაახლოებით ეგეთ დღეში არიან. და შენ ამისთვის მზად ხარ, თავიდანვე იყავი მზად და იცოდი რაც გელოდებოდა, როცა იწყებდი სტარტაპს. მოსმენილი მქონდა, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, კიდე უფრო რთული იყო, ხო? აღმოჩნდა რომ ხო, ბევრად უფრო რთულია სინამდვილეში, ვიდრე გონია, რომ არის. სანდრო, ხშირად ვამბობთ ხოლმე, ბევრი ამბობს, რომ აი სტარტაპი რთულია. მოდი ვთქვათ კონკრეტულად რა, რითი არის კი, მაგრამ მეტად რთული, ვიდრე ჩვეულებრივი ბიზნესის დაწყებისგან. შეიძლება ჩვეულებრივი ბიზნესიც იყოს იგივენაირად რთული, ეს არ არის. უბრალოდ ნახე რა ხდება. ასე ვთქვათ, აი როგორც ფერების სპექტრი რო წარმოიდგინო, სპექტრებს შორის სულ არის გარდამავლობა. ჩვენ ვარქმევთ უბრალოდ რაღაცას მწვანეს, რაღაცას ყვითელს, თორე ყველაფერი ერთმანეთში გადადის თანდათან. ბიზნესი ეგრე არის. სტარტაპიც არის ბიზნესის ერთ-ერთი კატეგორია. უბრალოდ რითი არის განსხვავებული ინოვაციური სტარტაპი. მისი საბოლოო ზრდის მაჩვენებელი, აი როცა შენ 5 წლის მერე, 10 წლის მერე რაღაცა დონის გახდები, ის არის უკვე ძალიან მასშტაბური. ეს არის ბიზნესი, რომელიც თავის ცხოვრებას იწყებს $1 მილიარდის ღირებულებისგან. და შენი მიზანია, რომ მინიმუმ 30, 50, 60 მილიარდიანი ბიზნესი გახადო. ამ გზას ახლავს რისკი. რისკი არის ძალიან დიდი. ასეთ ტიპის კონკურენციაში რო შედიხარ, შენი კონკურენტები არიან უკვე ძალიან მძლავრი კომპანიები. შეიძლება ტრანსკონტინენტალური კომპანიები იყვნენ შენი კონკურენტები.
და სულ მუდმივად გიწევს ფიქრი მაგათ როგორ აჯობო და თან მართლა გიწევს ამისი კეთება, ეს ნაწილი არის რთული და ამ ნაწილში შენი მთავარი სირთულე არის რომ იცოდეს სწორად მოსმენა. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ გზას გაივლის მარტო, ეს ერთი და გაივლის ხვების მოსმენის გარეშე. ეს მეორე ნაწილი. ამიტომ ეს არის რთული, ეს უნდა ისწავლო, საკუთარ თავში ეგო უნდა დაამარცხო და ამასთან ერთად უნდა შეინარჩუნო სიმტკიცე გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ იცი რომ შენს გადაწყვეტილებას დამოკიდებულია ბევრი რაღაც. შენი ცხოვრებაც, შენი გუნდის წევრების ცხოვრებაც და აი ეს უნდა გახსოვდეს სულ. სანდრო, ეს ხო ცნობილი არის, რომ სტარტაპები, აი 100 სტარტაპიდან 99 ფეილდებაო, ხო? ბევრი ამბობს ამას და ის ერთი რაღაც გადის. როგორ ფიქრობ, ძირითადად რატო ფეილდება ამდენი სტარტაპი და ძალიან ცოტა გადის ფონს? ძალიან ბევრს ფიქრობდი ამაზე. იმაზეც ფიქრობდი, რომ არსებობს თუ არა ფორმულა წარმატებული სტარტაპი შექმნა. ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს ეგ ფორმულაც და შეგიძლია 1%-შიც მოხვდე თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ. ფეილდებიან ბევრი რაღაცის გამო. იდეა არ ამართლებდა და არ შეცვალეს. შეუყვარდათ საკუთარი იდეა, ისე როგორც შვილი შეგიყვარდება და არ შეცვალა. ეს არის ყველაზე მიჯაჭვულობა ჩნდება და არც არა ეს ყველაზე ასე მორგებადობა ყველაზე მნიშვნელოვანი. იდეის ნაწილზე ისე რომ დავფოკუსირდეთ. იდეას მიცეს ზედმეტი ღირებული. იდეა არაფერს არ ნიშნავს. ეგ არის 1% იმ საქმის, რაც უნდა გააკეთო, რომ ეს იდეა გარდაქმნა რეალურ და ბიზნესად იქცეს. კი, ღირებულებად, ჯერ ღირებულებად, მერე ის ღირებულება შეიძლება გადაიქცეს ბიზნესად. ხო. ძალიან ბევრი ფილტრი არსებობს ამ გზაზე. და ყველა ფილტრი ძალიან რთულია. ჯერ სწორი იდეა რო იპოვო, სწორი კომუნიკაციაში რო შეხვიდე, მერე იპოვო პირველი მომხმარებელი ამისთვის. მერე შექმნა ბიზნეს მოდელი, რომელიც მოგცემ საშუალებას სწრაფად გაიზარდო. მერე რო გაიზრდები, ვიღაცები დაიწყებენ შენს კოპირებას და იმათგან როგორ დაიცავ თავს და კონკურენცია გაუწიო და აი ეს ფილტრები მიდის და საბოლოო ჯამში უმეტესობა ფეილდება. ანუ ვერ უძლებენ. ფორმულა იმისთვის რომ არ დაფეილდე არის ერთი. არ დანებდები და всё, ეგ არის. თუ არ დანებდები, მიაღწევ. თუ დანებდები, ვეღარ მიაღწევ. რაც წამიკითხავს მომისმენია, მინახია, ყველა ფაუნდერი ამბობს ერთ რაღაცას, გვიჭირდა, არ დავნებდით და გავაგრძელეთ. ძალიან ბევრი ჯერ მქონდა მე ეგ სიტუაცია, თუ შენ ამისი გამძლეობა გაქვს, მაშინ აუცილებლად საბოლოო ჯამში გამოგივა. ოღონდ უნდა იყო open minded და არა fixed minded. შენ უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის ცვლილება. შენ უნდა შეგეძლოს მოსმენა და უნდა დაამარცხოს საკუთარი ეგო. ანუ ეს არის ყველაზე მთავარი. ამას თუ მოახერხებ, დანარჩენი მარტივია. კი, ანუ ცვლილებებსაც მოერგები. შეიძლება იდეა შეცვალო, სრულად ბიზნეს მოდელი შეცვალო, საერთოდ კონცეფცია შეცვალო სტარტაპის, რითიც დაიწყე. და არა, აი რაღაცით დავიწყე და არა, ეს უნდა გავაკეთო, ეს მინდოდა და ეს უნდა გავაკეთო. მერე თან ეს ხო რაღაც პიროვნული თვისება არის და მარტო ამაში კი არ ვლინდება, მერე შეიძლება რაღაც გუნდის წევრთან გამოვლინდეს, ურთიერთობებში გამოვლინდეს და მოკლედ ხელს გიშლის რა. გუნდი ყველაზე მთავარია. იდეები, მომხმარებელი, ბაზარი, ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება, ან განიცდის ევოლუციას, რაღაცნაირად გარდაიქმნება სხვაში. გუნდი არის ის, რაც ყველაზე ღირებულია. სტარტაპი შეიძლება გაგითავდეს ფული. შეიძლება იდეა არ გამოდგეს. შეიძლება მომხმარებელთან ვერ გახვიდე. მაგრამ თუ გუნდი შეინარჩუნე, ყველაფერს გადალახავ. ეს გუნდი უნდა შედგებოდეს ორი მთავარი კრიტერიუმი. ერთი მაინც თუ აკლია, უკვე შენი გუნდის წევრი ვეღარ გამოდგება. ერთი არის კეთილშობილება. ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი. მარტივადაა საქმე რა. იმიტომ რომ თუ შენს გუნდში 10 კაცში ერთი ადამიანი იქნება, რომელიც არ არის პატიოსანი, ის არევის სიტუაციას. ამიტომ ეს არის bare minimum-ი, ამით უნდა დაიწყო. მეორე რომ მას უნდა კონდეს უნარები და ძალიან სწრაფად განვითარების პერსპექტივა. ესეთი ადამიანების პოვნა რთულია. ძალიან რთული ხასიათის ადამიანები არიან, ეგეთები პრინციპულები და მშრომელები. ამ უნარს გამომუშავება უნდა, ძალისხმევა უნდა და ამიტომაც უფრო ნაკლებია ეგეთი ხალხი და თუ იპოვე ეგეთი გუნდის წევრი, მერე ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შეინარჩუნო. რა თქმა უნდა, ლოიალურები უნდა იყვნენ, უნდა გაუზიარო, უნდა წილიც უნდა გაუზიარო. მოლოდინებიც უნდა გაუზიარო და ყველაფერი თქვენ ერთი ოჯახი ხდებით. ჩემთან გუნდში არ არსებობს რაიმე საიდუმლოება. საერთოდ არ არსებობს. არც მიზნებზე, არც მოლოდინებზე, არც ფინანსებზე, ყველაფერი იცის. სტაჟორი რომ მოდის, იმანაც იცის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღია კომპანია და ვაპირებთ რომ ღია კომპანია ვიყოთ მომავალშიც. ანუ ეგ არის ჩემს ერთ-ერთი ფაქტორი, რითიც კარგი გუნდი შეიძლება შეინარჩუნო, შექმნა და ასე ვთქვათ, მუშაობდე მანთან ერთად. მე ძალიან საინტერესო რაღაცას აწყდები, რომ ბევრი კარგი ადამიანი თუ ერთად იკრიბება,
ისინი ეგეთებს პოულობენ რაღაცნაირად. ხო. შენთვის დამოუკიდებლად და ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ეგ არის. სანდრო, შენი ინტერესები აი ამ მიმართულებაზე საიდან დაიწყო? AI-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ზოგადად, ბიზნესის და ასე შემდეგ, ანუ რა გზა გაიარე და როგორ მოხვედი აი ამ ეტაპამდე? ზაში ბევრი ვიბოდიალეს, მაგრამ არ ვაკეთებ ხანას. პროფესიით არც ვარ ტექნოლოგიური მიმართულების ადამიანი, დავამთავრე ფინანსები, თვალადი ფინანსების მიმართულებით. ხო და ალბათ რაღაცა ბავშვური ოცნება არსებობდა სულ. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა რაღაცა sci-fi, ასე ვთქვათ, ფილმების ყურება, ძალიან მიყვარდა შემეცნებითი გადაცემების ყურება და შემეცნებითი ლიტერატურაც, ან მეცნიერულ ლიტერატურას კითხულობდი სულ პრაქტიკულად სამეცნიერო სტატიებს და ეს რაღაცა დალექილი იყო ჩემში ბავშვობიდან, რომ ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ რაღაცით გაუმჯობესოს. შექმნას, ახალი მოიფიქროს. როგორც ხდება ბავშვობის ოცნები გავიწყდება. და იმიტომ რომ მოდის საჭიროებები. საჭიროებები მოდის, რაღაცა მიზნები იცვლება, გავიწყდება, იზრდები რა. და მე უკვე გადავწყვიტე რომ ამთავრებდი სკოლას, ჩავაბარებ მეთქი ბიზნეს ადმინისტრებას და ფინანსებს გავაგრძელებ. მაინტერესებდა თან რა, როგორ მოძრაობს ფული, როგორ მოძრაობს ეკონომიკა, როგორ იქნება დოვლათი და ეგეთ რაღაცები. დაახლოებით 2012 წელი პირველად დავიწყე ფიქრი, რომ არ მომწონს როგორც მუშაობს დღევანდელი ტექნოლოგიები. არ მომწონდა როგორ გამოიყურებოდნენ. და ის თუ როგორ მჭირდებოდა მე მისვლა შედეგამდე. ნუ ეს არაფერი რა, უბრალოდ ამაზე ვიფიქრე, მაგრამ უნივერსიტეტის დაამთავრე მაგისტრატურას დაიწყო. მაგისტრატურის პერიოდში მე უკვე მუშაობდი ერთ ძალიან მაგარ ადამიანთან, რომელიც ჩემი მეგობარიც არის ახლა. და ინვესტორიც გახდა. გამოგზარდა ესე იგი. ძალიან ბევრი რაღაცა. გაგიზიარა ბევრი რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების ნაწილში ის არის ძალიან ტრადიციული ბიზნესები, როგორც ღვინის ქარხნები მაგალითად და რაღაცა ტურისტული მიმართვა, ეგეთი რაღაცები, მაგრამ განსხვავებული ტიპის აზროვნება ქონდა და ძალიან დამაინტერესა. და აღმოჩნდა, რომ ლერი მილდიანი ქვია, ჩემს ასე ვთქვათ, პირველ პარტნიორს და ინვესტორს. აღმოჩნდა, რომ 2017 წელია სადღაც. და მე და ლერი ვსაუბრობთ ისეთ რაღაცებს, რასაც ვერ ვესაუბრებ ვერავის. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ შემოვა ჩვენთან ყოველდღიურობაში, როგორ დაიწყება ადამიანის მაგვარი ჰუმანოიდი ანდროიდების შექმნა. ის პერიოდი არის ახალხანს აი დაბიჯს იდგამს და ახალ-ახალი როგორ შემოვა ვირტუალური რეალობა, augmented reality და აი ამ რაღაცებზე მსჯელობთ და ფიქრობთ აი რაზე როგორ გავლენას მოახდენს, მიხვდი? მაგრამ მე ტექნოლოგიურად არანაირი გამოცდილება არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს კოდი, როგორ იწერება, ეს რაღაცები მე არ მესმოდა მაშინ. მაგრამ იყო ადამიანი, ვისთანაც ამის სალაპარაკო მქონდა. მე გადავედი საერთოდ სხვაგან მუშაობდი, სხვა მიმართულებით და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ დამეწყო სტარტაპი. კაი, გავიგე, სხვადასხვა ჯიტას დამსახურებით, რომ არსებობს რაღაცა, რაც ქვია სტარტაპი და მაგით იწყებ ტექნოლოგიურ ბიზნესს. ხო და ძალიან ბევრს ფიქრობდი, რითი შევსულიყავი. მაგ პერიოდშიც და მერეც მე მაინტერესებს ხოლმე როგორ ახდენს ეგ ინოვაცია ეკონომიკაზე გავლენას დიდ მასშტაბზე. და მინდოდა რაღაცაში მოთხოვნა მიწოდების სისტემა შეცვლა, ხო. და გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დასაქმების ინდუსტრია, რომ რა მაგარი იქნება, უფრო მეტი ადამიანს დავასაქმოთ. ეგეთი იდეით მოკლედ დავიწყე. და რადგანაც მე თვითონ სამსახურის მაძიებლის კუთხისგან უფრო მეტი მქონდა ნანახი ვიდრე დამსაქმებლის მხრიდან, უმეტესწილად ვითვალისწინებდი აი აქეთ ამხარეს სამსახურის მაძიებელს რა სჭირდება და ძალიან მაგარი ინოვაციები დავნერგეთ უკვე მაგის მერე გავიდა რაღაცა წლები და 2023-ში დავიწყეთ. მე და ლერიმ დავიწყეთ პირველად აი ამ სტარტაპის კეთება. მაგრამ ის იყო შენი პირველი სტარტაპი? ხო, ის იყო ჩემს დასაქმების პლატფორმა და რაცა მაშინ ლერიმ მოიძია, ანუ ჩავისი თანხა ჩადო ინვესტიციად. არ ვიცოდი ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი თანადამფუძნებელი, როგორ შემექმნა ტექნოლოგიურ ბიზნესი, წავედი სტუდიებს ველაპარაკებოდი. ამ სტუდიებმა იმდენად ძვირი გვითხრეს, რომ არ ყოფნიდა ეს თანხა. და მე ერთ-ერთ გუნდთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რომლებთან ერთადაც გავაკეთეთ ეს პლატფორმა მუშაობდა და უფრო აუთსორსინგული ურთიერთობა ჰქონდა. რაც ჰიბრიდული და აღმოჩნდა, რომ აი 4000 ვაკანსია გვაქვს და 600-ზე მეტი კომპანია დავიმატეთ.
და ვართ რაღაც მომენტში მეინსტრიმი ამ მიმართულებაში, დასაქმების მიმართულებაში და ეგრევე ჩემი ოცნების ასრულების ამბიცია გამიჩნდა, რომ ნახე რა მინდოდა. შენ ოდესაც განაცხადს გააგზავნიდი დამსაქმებელთან. შენ ხო არიცი იმ განაცხადს რა მოსდის, ნახულობენ, ანახულობენ, უარყოფენ. და ჩვენი სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ რა ეგ შენსაც აკეთებდა კომპანია უკანა მხარეს. ის შენთან ეგრევე ისახებოდა და ეგრევე ხდებოდი. დაათვალიერეს მინიმუმ ნახე ეს განიხილეს, ხო. თუ უარყვეს ესეც გიჩანდა. ის თავის რაღაცებს აგვარებდა HR-ი ამ სისტემით, მაგრამ შენ ეს გიჩანდა. მაგრამ არ გავითვალისწინე რომ და არც ვიცოდი, ესე არ ვუყურებდი ამას, რომ არსებობდა chicken and egg პრობლემა, ანუ იმისთვის რომ კომპანიები დავტოვოთ კმაყოფილები, უნდა იყოს ვაკანსიების საკმარისი რაოდენობა, მაგრამ იმისთვის რომ უпростоრად სამსახურის მაძიებლების, მაგრამ იმისთვის რომ სამსახურის მაძიებლები დავტოვოთ კმაყოფილები, ვაკანსიების დიდი რაოდენობა უნდა იყოს. ხო. ამათი თანაფარდობით გაზრდა ძალიან რთული პროცესია. იმდენად რთული, რომ პრაქტიკულად თლიანი ბაზარიც რო ავიღეთ, მაინც იმდენად დიდი ხარჯი მიდიოდა რეკლამაში, რომ კომპანია გადიოდა ზარალში. ანუ ორივე მხარე ბალანსირებულად რო ყოფილიყო თანხმდროში. ბალანსირებულად კი და ძალიან რთულია. მაგიტომ არის, რომ დღესაც ჯობსის აქვს ყველაზე დიდი რაოდენობით ვაკანსიების რაოდენობა. იმიტომ კი არა, რომ ის ყველაზე ტექნოლოგიურია. არა, 90-იან წლებში არის ჩარჩენილი ეგ პლატფორმა. მაგრამ chicken and egg პრობლემა არ აქვს იმას, გადალახული აქვს და შენ რაც უნდა ტექნოლოგიური იყო, მაგითი ამას ვერ აგვარებ. ხო. სხვა ბიზნეს პრინციპი უნდა შექმნა აბსოლუტურად სხვა, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. ჩემი აზრით, ერთ-ერთი სტარტაპი მიუდგა ძალიან მაგრად ამ პრობლემას და შედეგიც დადო, Helio AI. ხო. მილიონის ინვესტიციაც აიღეს და კი, საამაყო. კი, და ბევრი წარმატება, ძალიან მაგარი გუნდი არიან. სანდრო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პლატფორმა უკვე ბაზარზე ძალიან ბევრია რეკრუტინგის მიმართულებით. ეხლა შენ როდის გიმუშავი ამაზე? 2017 წელი თქვი თუ 17 წელში უბრალოდ ფიქრობდი საერთოდ და 23-ში დავნერგეთ პირველად. 23-ში? ხო, აი ბოლო წლები არის, რაც წამოვიდა რა ამ მიმართულებით. ხო, ნუ მოკლედ ჩვენ დავანებეთ ამ მიმართულებას თავი. ეხლა ვაპირებთ, რომ ივლისის თვეში მთლიანად გადავაკეთოთ სფერო და საერთოდ სხვა ტიპის პლატფორმა იქნება. მაგრამ მე მივხვდი ანუ არ გაუქმებულა რაღაცა გააჩერე და სხვა მიმართულებით შეცვლე, ხო? ხო, ეხლა წავს მომხმარებლები სხვათა შორის. თუმცა მე საერთოდ არ ვარ ჩართული. თავის საქმეს აკეთებს მაინც. კი, საერთოდ არ ვარ ჩართული ამ ბიზნესში ამ ეტაპზე. ნახე რა ხდება, მე დავინახე უკვე 2022 წლის ბოლოს გამოვიდა ChatGPT. თუ რომელი წელი იყო, არ მახსოვს. ნუ ის პერიოდი ამ სფეროს run out და AI შემოდის. და მივხვდი რომ რაღაცა ძალიან შეიცვლება შრომით ბაზარზე, რომ ჯერ არ ვიცი რა შეიცვლება. ამიტომაც ფოკუსი მთლიანად გადაერთო. ადამიანის დასაქმება ესე ტრადიციულად აღარ უნდა შეგვეხედა. მე მივედი ზუსტად იდეადრომზე. მანამდე ჯიტა ქონდა მოგებული სფეროთი 150,000 ლარიანი გრანტიც ავიღეთ სფეროთი. მაქს სფერო ხო ეგ სტარტაპი. კი, აი მაგ პერიოდში გავზარდეთ ეს რაოდენობა და მე იდეადრომზე რომ მივედით, იქ გავიგეთ სინამდვილეში სტარტაპი რა არის. გასწავლეს ბევრი ხო? ძალიან ბევრი გვასწავლეს და ვისწავლეთ რომ შენ არ უნდა ფიქრობდე ერთი ქვეყნის მასშტაბით რაღაცის შეცვლაზე. ამისი უფლება არ გაქვს თუ გინდა იყო ინოვაციური სტარტაპი. მოგვიწია ფიქრი გლობალურ მასშტაბზე. ამან წაგვიყვანა ისეთი ტიპის იდეამდე, რომლის მაშინდელ დროში ახლა ძალიან მოცნებობდით, მაგრამ განხორციელება შეუძლებელი იყო აღმოჩნდა. რაღაცა სუპერ სოციალური ქსელი დავგეგმეთ, რომელიც ყველაფერს ერთად ჩაანაცვლება. იმიტომ რომ მე გავიაზრეთ, გავაანალიზეთ, ამოვიღეთ აქედან ის რისი გაკეთებაც რეალურად შეიძლება და ჯერ ეს სუპერ სოციალური ქსელი გადაიტანა web builder-ში და ახლა აგენტურულ სისტემაში. უცნაური ევოლუცია, მაგრამ რავი, ბუნებაც ეგრე იქცევა, მიკრობიდან გადადიხარ დიდ ორგანიზმამდე. და ესე წავიდა ამ ყველაფრის განვითარება. მე შევიძინე ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი და თანადამფუძნებელი, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს და აი ეს არის მთავარი გუნჩი, რომ ერთმანეთს იმედი გქონდეთ. დემეტრე ხო, ვიჯერას თანადამფუძნებელი. და პრაქტიკულად მთელი ეს ვიჯერას გზა მე და მე ერთად გავიარეთ. და ძალიან მაგარ დროს გამოჩნდა ის. როდესაც შენ ხარ რაღაცა ტიპი, რომელიც მხოლოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან დიდი რისკი გაქვს, რომ ბევრი შეცდომა მოგივიდეს. რა თქმა უნდა, ხო. და დემეტრე იყო ადამიანი, რომელსაც თავიდან მე არ ვუყურებდი როგორც თანადამფუძნებელს. და აღმოჩნდა, რომ ისეთი ტიპის კითხვებს სვამდა, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდა თვითონაც, რომ მეთქი ჩვენ ეს ბიზნესი ერთად უნდა ვაკეთოთ. და ესე დავიწყეთ უკვე ვიჯერა. მას ჰქონდა გამოცდილება სანდრო სტარტაპის. არა. ან ბიზნესის. უცნაური ისაა, რომ ჩვენთან ყველა ჩემს გარდა, ყველა სხვა გუნდის წევრი პირველი სამსახურია მათ. ხო, სტარტაპი.
როგორც სტარტაპი. როგორც სტარტაპი არა, საერთოდ როგორც სამსახური. ხო? და ყველას უკვირს ეგეთ შედეგებზე როგორ გავდივართ. როგორ და რა ვიცი სილიკონ ველში ხო გადიოდნენ სტუდენტობიდან და პროგრამ პირიქით მეტი ძალისხმევა და მეტი мотиваცია, მეტი სურვილი მანდ არის შექმნის. რა თქმა უნდა. და საბოლოო ჯამში მაგალითად ისიც რომ გავიმარჯვეთ ამ პროდუქტანზე და ამ ხუთეულში მოვხვდით, ეს დემეტრეს დამსახურებაა. ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ ეს შედეგები მაშინ დაგვედო და მოკლედ ეხლა უკვე გადავედით იმ ეტაპზე, რომ კიდევ 5 ახალი ადამიანი დავემატეთ, ესენი არიან ინჟინრები ხო? ნიჭიერი ადამიანები. მე მიხარია, რომ ის მათთან ერთად ვარ და ვმუშაობ. უბრალოდ საოცრებებს აკეთებენ. წარმოუდგენელ რაღაცებს შვებიან ყოველ დღე და ეს არის საერთოდ რისთვისაც მე ავირჩია ის გზა, რაც ავირჩია, რომ აი ეს დამენახა. და რა ვიცი, ეხლა ვნახოთ საერთოდ. ხო, დანარჩენს შედეგებით სხვანაირად აჩვენებს, ხო? რამდენი თანამშრომელი ყავს ესე იგი მთლიანობაში სანდრო გუნდში? ეხლა 7 ვართ. 5 ინჟინერი, 2 ოპერაციების მმართველები. ხო, თორნიკა. დემე, ხო. 2 დამფუძნებელი. სანდრო, ერთ-ერთ ივენტზე ვნახე როგორ ვლინდებოდა შენში მოკლედ შემოქმედებითი უნარები ფორტეპიანოს ნიჭის გამოვლენით. აი ამ ბიზნესის და სტარტაპის უკან თურმე ესეთი ნიჭი და უნარიც გქონია შენ? საიდან მოდის ეს უნარი? 14 წლის ვიყავი რომ დავიწყე პირველად დავკვრა და სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. სადღაც 13-ის რო ვიყავი ჩემმა მშობლებმა, მე და ჩემს ძმა წაგვიყვანეს დიდ ტრიპზე ევროპის მასშტაბით. რასაც ვაკეთებთ იყო რომ ვათვალიერებდით მუზეუმებს და აი დღემდე მახსოვს ვან გოგი პირველად რომ ვნახე. მე არასდროს არ მეგონა რომ ამდენად დიდი განსხვავება იყო ფოტოზე რო რაღაცას ნახულობ და ნატურში რო რაღაცას ნახულობ, ცოცხლად. დავითის ქანდაკება ვნახეთ მე იტალიაში და ამ ყველაფერმა მოვახდინა რაცა აი ძალიან დიდი გარდატეხა ჩემში რომ მე უნდა გავხდე ხელოვანი თქო რა და დღევანდელი პერიოდიდან უყურებს აცილო თორემ ხელოვანი არ გავხდი მაგრამ მაშინ როგორი დარწმუნებული ვიყავით რომ ხელოვანი ვიქნებოდი მაგრამ ხელოვანი თუ არ გახდი მინიმუმ შემოქმედებითი უნარები შენში გაღვივდა ალბათ ხელოვნება ამაში გეხმარება იმიტომ რომ აბსტრაქტულ აზროვნებას გასწავლეს ჩამოვედით ისევ ჩემს მშობლიურ ლამაზ ქალაქ ბათუმში და მეთქი ხელოვანი უნდა გავხდე, მაგრამ არ ვიცი საერთოდ რა ხელოვნები დავიწყე. არ ვიცი საერთოდ რამე თუ მეხერხება. ახალ შემოსული იყო YouTube და მაშინ რო შემოვიდა რაღაცებს ვნახულობ. ძალიან შემთხვევით შემხვდა შოპენის მე-12 ეტიუდი, რევოლუციური ეტიუდი ქვია, იგივე ამას და ეხაც უსმენ სხვადასხვა hard rock-ი, მეტალი, ეგეთ რაღაცები მიყვარს და მაშინ საერთოდ მაგის გარდა აფერს არ უსმენდი. და უცებ ამის კონტრასტზე რომ მაგას უსმენ და მოგწონს. მოусმინე. გადავახვიე. და მეთქი ეს რა არის? ჯერ ვერ ამოხსენი რა არის, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში კლასიკური მუსიკის მიმართულებით არავინ არ იყო რეალურად რა. მე მივხვდი რომ ამ რაღაცამ, ამ ერთმა ნაწარმოებმა გადაწონა ყველაფერი რაც მანამდე მომისმენია და მეთქი მე უნდა გავხდე პიანისტი, სულ ავირჩიე ჩემი და პიანისტი ვხდე. მე ცოტა ხანი ორ მასწავლებელთან ვიარე, ძალიან კარგი მასწავლებლები იყვნენ, 6 თვის განმავლობაში დაახლოებით. და რომ მითხრეს რომ აი მე ერთი მიზანი მქონდა, შოპენი დამეკვრა. იქ სხვა არ მაინტერესებდა საერთოდ. ესენ მეუბნებიან რა დრო შენი რევოლუციური ეტიუდია, რა დრო შენი პირველი ბალადა, მე ამის დავკვრა მინდა, სხვა არაფერი არ მაინტერესებდა, გავჯიუტდი საშინლად. მოკლედ ესენი ერთ-ერთი მასწავლებელი მეუბნება რომ კარგიო, წადი მაშინ ისწავლე პირველ ბალად, თუ რა ისწავლე, გაგიშვებო რა. მე კარგი მეთქი და მეძინა ეს სეირნობდი, გაკვეთილებზე ვიყავი სკოლაში. ყველგან ფიქრობდი როგორ დავყავდი პირველ ბალადას. არაფერი სხვა არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. არც სამეგობრო, არც არაფერი, მარტო მაგაზე ვიყავი ფოკუსირებული. და მელოდიაც გესმის თან. კი, და თან YouTube-ზე ვუყურებ, ახვევ, უსმენ, სულ ამას ვაკეთებდი რა. მე რაღაცნაირად დავიწყე ჩემი დავკვრა ფორტეპიანოზე. თავიდან მასწავლებელთან რომ მივედი, აღმოჩნდა რომ სმენაც არ მქონდა. მაგრამ მე მივხვდი ერთ რამეს. არაფერი არ არის ლიმიტირებული. პირველი თვე იყო ზუსტად, როცა დავამთავრეთ ის გაკვეთილები და პირველივე თვიდან დავიწყე პირველ ბალადის დავკვრა. და რომ მივედი მასწავლებელთან,
არიჯერებდა. მითხრა რომ რაღაცებს მატყუებდი და ახლა მაგის გამო გაგიშვებო, ჩემს დაიბარა რომ ამ ხელა ქალს რას იმაშვებოდი თუ რა მატყუებით რაღაცებს. და ხო და არა, ადამიანს ლიმიტი არ გაქვს. თუ რაღაცა ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოგივა და ამის მერე მუსიკა გახდა ჩემი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი. უკანა ფონი, რომელიც სულთან დამყვება. სახლში რომ მივდივარ დაახლოებით 10 საათზე ბრუნდები, ვიყიდე ელექტრო ფორტეპიანო, ვაერთებ და ამას ვაკეთებ ძილის წინ ყოველთვის. რას უკრავ ხოლმე ძირითადად? ბევრ რაღაცას, ეხლა ბოლო პერიოდი ლისტს უკრავ და ბახს. ისე ჩემი რჩეული კომპოზიტორი ალექსანდრე სკრიამინი არის. იმიტომ ძალიან ინოვატორი იყო კომპოზიციაში და ძალიან მომწონს რაც აკეთებდა. და რა ვიცი ესე როცა დრო მაქვს მუსიკასაც წერ ხოლმე. ძალიან საინტერესოა. ჩემგან ხელოვანი არ ამგონია დადგეს, მაგრამ საკუთარ ჭიას ვახარებ რაღაცნაირად. და ქსიამოვნებს რა, მინიმუმ. მე ვიტყოდი ამის გარშე არ შემიძლია, ანუ ეს ანუ შენი ჰობი არის რა. კი, თავარი ჰობი და თან რამდენად მაგარი ჰობი. ანუ რამ ხელსიამოვნებას მიიღებ. რა იცი ძალიან დასტრესილი რომ მიდიხარ და ბევრ რაღაცაზე რომ ფიქრობ და იწყებ მაგალითად რავი. არ ვიცი მე ბახის რომელიმე პრელუდიის დაკვრას. ის ყველაფერი გავიწყდა და ემოციები გამოდის ხო გადახლა და რეფრეშ, ახალი ხარ. ეგ არის. ძალიან კარგი გზა და საშუალება და ჰობი მოგიფიქრებია. განტვირთვისთვის დაღლილი რომ მიხვალ 10 საათზე სტარტაპის აი ამ სწრაფი ტემპის მერე მშვენიერი. ძალიან ბევრი სტარტაპერი გავიცანი პიანისტი რა უცნაურია არ ვიცი. მე ძალიან გამიკვირდა მაგ სტარტაპ იმედზე რომ დაგინახე მაინც რაღაც სტარტაპი ბიზნესი უფრო არ გაქვს რა მოლოდინი რომ ამ სიტუაციაში წარმოიდგინო და უცბად ჩდები ამ მოწყობილობასთან და საოცრებებს აკეთებ, გაუცებული ვიყავი და ძალიან მომეწონა. ვიცი ხა საოცრებს თუ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარს. პროფესიონალი ხო არ ხარ და მანდედან გამომდინარე. სხვადასხვა მე მუსიკალურ დაუმთავრე. ესე გამოვიდა, ოღონდ ექსტერნად მომწეს დიპლომი, ანუ რომ ნახეს რას უკრავდი პროგრამაში გათვალისწინებულ მე-12 კლასში ეგ რა. და მე ბევრს მეცადინეობდი ჩემითაც და აღმოჩნდა რომ მე დიპლომიც ავიღე, ამიტომ მუსიკის მასწავლებლიც ხარ. დიპლომიანიც ხარ. არა ეს შემოქმედებითი უნარები აქაც გჭირდება სანდრო არა ბიზნესში და სტარტაპში. შემოქმედებითი უნარი. რაც open minded რო ხარ და out of box რო გაქვს ეს აზროვნება? ძალიან ბევრჯერ მინახია ადამიანებს რო აცხოვებენ ცხოველებისგან, ხო იცი? ხო. იცი რა ჩვენ ცხოველებისგან იმითი ვართ განსხვავებული რომ გვაქვს ემპათია. რა ვიცი, შეხედე ძალს როგორი ემპათია აქვს. აბა და რამდენ ადამიანს არა? ხო. ან როგორ შეუძლია სიყვარული, ან როგორ შეუძლია ერთგულება. ყველაფერი აქვს ცხოველთა სამყაროს. ადამიანი არის ერთადერთი თვისებით განსხვავებული ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან. მას შეუძლია ერთი ხელსაწყოთი შექმნას მეორე ხელსაწყო. მაიმუნები არიან ყველაზე ახლოს, იმიტომ რომ შეუძლიათ ხელსაწყოების გამოყენება. მაგრამ ამ ხელსაწყოთი მეორე ხელსაწყოს შექმნა არ შეუძლიათ. ხო, ჩვენ შემქმნელები. ამიტომ შემოქმედება არის ადამიანი. კი. სიყვარული, ერთგულება, ემპათია არის ბუნება. მე ესე ვანცხოვებ ჩემი პერსპექტივიდან. იმიტომ ყველა შემოქმედია, ყველა ადამიანი, სხვანაირად ადამიანი არ იქნებოდა. სანდრო, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავთ, ესე იგი, ვიჯერას ფარგლებში და კიდევ ერთხელ ვთქვათ, საიდან მოდის ეს კმაყოფილება, რას თავაზობთ განსაკუთრებულს, რომ ასეთი კმაყოფილი კლიენტები ყავთ? ჩვენ შევცვალეთ კომუნიკაციის ფორმა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის. და პირდაპირ გეტყვი, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. რითი გავაკეთეთ ეს? შევქმნით მათი ახალი ტიპის თანამშრომელი, რომელიც არის AI, აქვს გააზრების უნარი. დავაკავშირეთ ყველა კომუნიკაციის არხს, ეს არის ჩატები, მესენჯერები სოციალურ ქსელში. ეხლა ვიწყებთ უკვე სატელეფონო სისტემაზე დაკავშირებას და ის თილობს, რომ შენს მომხმარებელს დაეხმაროს პროდუქტის პოვნაში, შერჩევაში, სერვისებზე. ანუ რასაც კონსულტანტები აკეთებდნენ. სამწუხაროდ კონსულტანტები ამას ვერ აკეთებდნენ. ხო. და რატომ? AI-ს ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ ერთ რამეში. ის არის ექსპერტი ყველა მიმართულებით. კი, შეიძლება შემოქმედებით ჩვენ დონეზე არ არის, მაგრამ ყველაფერი იცის. რაციონალურად კი. ამიტომაც წარმოიდგინე, ხარ ტექნიკის მაღაზია. ყავს რაღაცა თანამშრომელი, რომელმაც აბსოლუტურად თუ რამე გამოსულა ტექნიკა დედამიწაზე ყველაფერზე იცის ინფორმაცია. ამომწურავად შეუძლია ნებისმიერ პროდუქტს ერთმანეთთან შედარება. ამასთან ერთად მან იცის შენა პროდუქტებს ყიდი. და თან ძალიან ზრდილობიანად, ემპათიურად ცდილობს, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ეს ტექნიკა და ეს შენი მომსახურება. ანუ მე მივედი ზუმერში და
და მინდა ტელეფონის შერჩევა. დავუშვათ Zoom-ის საიტი გახსენი და საიტი გავხსენი და ხო, მინდა რომ შევარჩიო ტელეფონი მაგალითად. რაში მეხმარება ვიჯერა? რავი, კითხავს როგორი გემოვნება გაქვს, რომელი ჩატბოტის ფორმატით? ჩატბოტებს ამას არ ვეძახით, აგენტები არიან. ხო, ანუ აი ძველად ხო ჩატბოტები იყო? ჩატბოტის ფორმატით, AI აგენტი. კი ბატონო. ჩაგიდებს იქვე პროდუქტებს, შეგიძლია დააჭირო, გადახვიდე, ნახო. და რა ის ძველი ფორმატი რო იყო, რო იჭედება და ერთსა და იმავეს რო იმეორებს. შეუძლებელი ამას გაჭედვა არ აქვს. ეგ კი არა, იცი სად ვართ უკვე. და ეხლა დავიწყებთ კომპანიებში ყველგან ამის გაშვებას. მოგიკითხავს. რუსა რა შვები, შენ რომ შენ მეგობრისთვის iPad-ის ყიდვა გინდოდა დაბადების დღეზე. ეხლა ხვალ მისი დაბადების დღეა და რა გადაწყვიტე. ხო, იმიტომ რომ ამონაცემებს მომხმარებელზე ხო ინახავს AI და შემდეგ შესვლაზე უკვე ინტერაქციაში შემოდის რა. ზუსტად. და ხდება შენი საუკეთესო ჩვენ customer advisor. აი ზუსტად. ხო, მრჩეველი, ანუ კონსულტანტი არა, მრჩეველი ხდება. ანუ მრჩეველი, სამწუხაროდ ადამიანებს არ გვაქვს შესაძლებლობა რომ მსგავსი რამე გავაკეთოთ. და ანუ რესურსი არ არის, არც არის მაგდენი. რესურსი კიდე მეორე საკითხია, ერთი რომ უნარი არ გვაქვს ამ დონეზე მოემსახუროთ. თან თუ ვისაც აქვს უნარი, ძალიან ძვირი ღირს და customer support-ში ვერ არ ვერ იქნება, ხო? და ამავდროულად ამას შეუძლია ყველასთან ერთად საუბარი. რამდენიც წერს, იმდეს პასუხობს. იმდეს პასუხობს, ერთი პასუხობს და პლუს ლაპარაკითაც ანუ თუ დარეკე, გელაპარაკება კიდეც. ეხლა გადავდივართ ამ სისტემაზე. ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს, უბრალოდ ბაზარზე ჯერ არ გამოსულა სისტემები, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხედავს კამერით რა ხდება შენთან, ეს არის ფოტო ჩაუგდე. ხო. და მაგალითად ფილიალში აგარჩევნებს, რავი, წიგნს ან ტექნიკას. ეს არის თქვენი მომდევნო ფიჩერი, ანუ რაზეც მუშაობთ. ჩვენ მომდევნო ეტაპი განვითარების აგენტურული სისტემების. ძალიან სწრაფად ესეც იქნება. რაზეც უკვე მუშაობთ და მალე იქნება ესე იგი ესეც. აუ, ეს ძალიან მაგარია. ნახოთ. ამიტომ შეუჩნდება ხალხს რომ ვანაცვლებთ. ხო და მოდი აბა კიდევ უფრო კარგად ვთქვათ და ბევრი ვილაპარაკოთ მაგაზე რომ ეს შიში არ არის რა, არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ეშინოდეთ. ვერ ჩაანაცვლებს თუნდაც თქვენი მომსახურება და AI ადამიანს და კონსულტანტებს მაგ სფეროში და აი თუნდაც მაგალითებით ხო თქვი რომ თქვენმა მომსახურებამ პირიქით გამოიწვია დამატება ადამიანების ხო არსად არ გამოუწვია რომელიმე თანამშრომლის გაშვებაც მაინც იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან დიდი საკადრო დეფიციტია და ყველა მხრივ საკადრო დეფიციტი აქვს კომპანიებს ჯერ ერთი მეორე ამ AI სისტემას სჭირდებათ მონიტორინგი შენ უნდა უყურო მომხმარებელს რას პასუხობს რომ მოიფიქრო როგორ გაუმჯობესო მისი საუბრის ტონი მაგალითად ну ამასაც სჭირდება ადამიანები როგორც წესი ეს ადამიანები არიან ყველაზე ნიჭიერი და კარგი კონსულტანტები ვინც თავის დროზე კარგად მოემსახურა მომხმარებელს ისინი რჩებიან და მათი პოზიცია წინაურდება ანუ რა საინტერესო არის სანდრო ვინც მაგ საქმეს აკეთებდა პოზიციას იცვლის რა AI აკეთებს მის საქმეს და ეს ადამიანი კონსულტანტი რჩება AI-ის მწვრთნელად მმართველად და უკეთესი არ არის რა თქმა უნდა. ადამიანი არც დაბადებულა რუტინული სამუშაოსთვის, ამიტომაც რომ ვერ ვიტანთ ამ რუტინას. 2 მილიონი წლის განმავლობაში კრეატიულად მუშაობდით და ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია რუტინული სამსახურების შემოსვლა. ეხლა ვანგრევთ ამ რუტინულ სამსახურებს და ადამიანს ისე ვაძლევთ კრეატიულ სამსახურს. მე პირდაპირ ვამბობ, მე თუ გინდა, რავი, რაღაც ერთ 5 წელიწადში გადავამოწმოთ, ვიყავით თუ არა მართალი ამ ნაწილში. ხელოვნური ინტელექტი შექმნის იმხელა რაოდენობით ისეთ მარტივ სამსახურებს, რომელიც ისტორიაში არ ქონია არასდროს. ესეთ სამსახურები უკვე გამოჩნდნენ, უბრალოდ ბაზარზე ჯერ არიან მოსული. პირველი რას აკეთებს? შენ გონია რომ ის ფიქრობს. იმიტომ რომ მართლა ძალიან გავს რეალურ ფიქრს, მაგრამ არ ფიქრობს. ეს არის სტატისტიკური მანქანა. ხო. ბავშვს აუხსნი მაგალითად რომ აი ეს არის ცხოველი, ეს არის ნივთი, ეს არის სულიერი და ეს არის უსულო საგანი. იცის? უკვე შეუძლია რავი რაზეც დაადებს ხელს მაგალითად მიხვდები ეს არის მანქანა ეს არის ტელეფონი ეს უსულო საგანი აი ეს ძაღლი და კატა არის სულიერი საგანი მაგალითად სულიერი არსებები არის ხელოვნური ინტელექტი ეგრე არ სწავლობს საერთოდ შენ უნდა მისცე 100,000-ობით მაგალითი რა არის ცხენი და ეცოდინებო რომ ეს არის ცხენი და კიდევ 100,000-ობით magალითი უნდა მიცე რა არის მაგალითად ნამცხვარი და მიხვდება რა არის ნამცხვარი. რეალური აზროვნება, რეალური განსხვავება მათ შორის არც იცის. სტატისტიკური განსხვავება იცის. ეს არ არის მოაზროვნე არსება, ეს არის აზროვნების სიმულაცია. ხო, ფაქტებზე დამოკიდებული. შეუძლებელია ის რაღაცებს, რომ სხვილი კომპანიის CEO-ები რომ აბაზრებენ ბრჭყალებში ვთქვათ რა.
აი ეხლა ხელოვნურმა ინტელექტებმა ერთმანეთში დაიწყო საუბარი, გათიშვის წინ თავისი თავი დააკოპრე, ეს არის ყველაფერი ზღაპარი და ამით იზრდიან თავის კომპანიის კაპიტალიზაციას, რომ მეტი ფული ჩაიდოს სტოკებში. არაფერს ეგეც ხელოვნური ინტელექტი დღეს არ შვება. შეიძლება რაც მომჩა ეგეთიც გამოვიგონონ, მაგრამ დღეს ეს არ გვაქვს. ხო, ჯერ არ გვემუქრება. ამიტომ ორი პროფესია შემოდის. ერთი ოპერატორი ამ ხელოვნური ინტელექტის, რომელიც მართავს, ატრენინგებს, ასწავლის, აუმჯობესებს. რასაც ვიჯერ აკეთებს? კი, ჩვენ ვართ სისტემებში, ასე ვთქვათ, ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაცია და არა ხელოვნური ინტელექტის სისტემის. მეორე ეს არის ლეიბელინგი, data labeling. ანუ შენ როგორ ხდება დასწავლა მაგალითად რა არის ცხენი ხელოვნური ინტელექტისთვის. შემოდის ფოტოები, მაგალითად ცხენი, ბავშვი, ძაღლი, მანქანა და შენ გაქვს ამოცანა რომ ამოიცნო აქ ცხენი რომელი აჭერ. აი capture-ში გვაქვს ხოლმე Google-ის და რაღაც ეგეთის. ხო. ეს არის როგორც ასწავლი ხელოვნურ ინტელექტს. რაც უფრო იზრდება მასა ინფორმაციის, მით უფრო იზრდება ამ ლეიბლინგზე მოთხოვნა. მომავლის სამსახურები იცი როგორ იქნება? წამოწვევი სადღაც, გახსნი შენ smartphones და თითებს დააწყაბებ რა არის. ადამიანი თუ არანაირი სამუშაოს გაკეთება არ უნდა შეუძლია ეს აკეთოს. აი ეგეთ სამსახურებსაც კი შემოვიებს ხელოვნური ინტელექტი ამიტომ. სამსახურების დაკარგვის პრობლემა ეს არის დიდი კომპანიების მიერ გათვლილი სტრატეგია, რომ ინვესტორებმა ჩადონ მეტი ფული. ეგ არის სულ. მაგრამ სადრო ნახე შენ თქვი რომ სამსახურებს არ გააუქმებსო, მაგრამ პროფესიებზე ხო შეიძლება ვთქვათ იგივე. ძალიან ბევრი პროფესია შეცვლის ახლა. ხო. მაგალითად, სანამ ავტომობილები შეიქმნებოდა, რამხელა პროფესია იყო ცხენების მომსახურება და ეს ამბები ან სანამ მაგალითად კომპიუტერი შემოვიდოდა, პირველი რამხელა იყო კალკულაციის დეპარტამენტების ზომა, იქ რაც ფინანსებზე ვინც მუშაობდა, ბუღალტერიაზე ასე რაც. რა თქმა უნდა, შეცვლის, აუცილებლად შეცვლის და უმეტესობა ადამიანს მოუწევს ახალი უნარები აითვისოს. და როგორ ფიქრობ, აი რა ახალი პროფესიები გველოდება და გაჩნდება? ბაზარზე და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი რაღაცა და უმეტესობა იქნება შენს კრეატიულობაზე დამოკიდებული. არასდროს არ იქნება ასეთი ფასეული ადამიანის კრეატიულობა, როგორც ეხლა იწყება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამიტომ რა ვიცი, შენ თუ რაღაცაზე ფიქრობ, რაღაცის გაუმჯობესებაზე, შეგიძლია უკეთესი რეკლამა მოიფიქრო ვიდრე სტანდარტული. შეგიძლია უკეთესად დაწერო ტექსტი ვიდრე სტანდარტული ტექსტია. შეგიძლია სტრატეგიულად იფიქრო, მაშინ შენ ამ სამყაროში იქნები ძალიან ღირებული. თუ ესეთი უნარები არ გაქვს, იმუშავე რომ გამოიმუშავო. აი მანდ მივდივართ ზუსტად. რატომ ეშინიათ მაშინ ადამიანებს, აი საიდან მოდის ეს შიში ჩანაცვლების, რაღაც პროფესიების გაქრობის და მერე სად ვარ ეს კითხვები რო უჩნდებათ ადამიანებს. როგორ ფიქრობ, ამის უკან რეალურად რა დგას? ნუ რა იცი, ეხლა თავიდან ალბათ ნორმალურია ეგეთ შიში რო გაგიჩნდეს. თუ ძალიან ფუნდამენტებში არ ჩახვედი, როგორ მუშაობს ეს და რას გამოიწვევს, მაშინ რომ ელაპარაკები და პასუხს უკეთესად გცემს ვიდრე ნებისმიერი ადამიანი და ასეთი ემპათიურია, გიტყვი რომ ეს კაცო ყველაფერს ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს სისტემა როგორ მუშაობს, ის უნდა გაანალიზო. რაზე არის აგებული ეს სისტემა. რა ვიცი, მოდელი ხელოვნური ინტელექტი არ არის AGI, ის არ არის რაღაცა ისეთი, რომელსაც აქვს აზროვნების უნარი. Apple-მა გააკეთა მაგისი ძალიან მაგარი ანალიზი და იცი რამდენი პროცენტი აქვს გააზრების? 0. ხო. საერთოდ არ იაზრებს ხელოვნური ინტელექტი არაფერს. როგორ შეიძლება რაღაცამ, რასაც, რავი, ადამიანის კი არის ნებისმიერი ცოცხალი არსების ნახევარი გააზრებაც არ აქვს ჩაგვანაცვლოს ჩვენ, ეგ არ არსებული ამბავი. ხო, და ამის უკან არის ზუსტად ის შიში. რაც ვთქვით და ამ შიშის უკან კიდე მთელი მიზეზები არის ადამიანებში. მეტი ვილაპარაკოთ როგორ მუშაობს ეგ ამბავი და ადამიანს მიხვდებიან რომ არა. ხო, ანუ ინფორმაციულობაც აი მაგ შიშის უკან ინფორმაციულობა ჰაიპები რაც აგორებული. და რაც გვახვევია თავს და აი ეს პერიოდი იყო მახსოვს თავიდან ხელოვნური ინტელექტები ერთმანეთში ალაპარაკეს და ეხლა მათ შექმნეს ისეთი ენა, რომელსაც ადამიანი ვერ ხვდება. ენა კი არ შექმნეს, დეგრადაცია დაიწყეს. იმიტომ რომ ადამიანი რო არ ატრენინგებდა სინთეთიკური data მიდიოდა, სინთეთიკურ შექმნილ მასალა და ტრენინგი დეგრადიდნენ და საბოლოო ჯამში დაკარგეს ენა და არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ეს მოვიდათ. და ეს ამ კომპანიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა შეფუთეს როგორც ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შექმნა ენა. და ინვესტორებიც ვა რა მაგარი რაც არის, გაგიჟდნენ, დაიწყეს აქციების ყიდვა. არ არის ეს სიმართლე. არა აქვს ამას მეცნიერული დადასტურება. ახსნა, ხო. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ სასიკეთოდ.
უპირობოდ და ამაზე ვილაპარაკეთ ბევრი. მაგრამ აი პირიქით რომ მოხდეს შესაძლებელია და რა შემთხვევაში როგორ ფიქრობ სანდრო? იმაგად მოგვიყენოს ჩვენ სათავის სასკეთოდ? ხო, აი რამდენად დასაშვები არის. ან განხილვის დონეზე. თუ შეიძენს აზროვნებას და ეგეთი პრიორიტეტი ექნება, ალბათ კი. მოდი, კარგი, ესეთი რაღაცა თქვა, ცოტა გავხდეთ მეოცნებე sci-fi ტიპები. წარმოიდგინე რომ ადამიანმა შექმნა მართლა ხელოვნური ინტელექტი, აზროვნება შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ემოციური ინტელექტიც კი აქვს უკვე. ემოციური ინტელექტი ყველაფერი აქვს. პირველი რაც იქნება რომ ჩვენ ვერ შევძლებთ პირდაპირ მნიშვნელობით მის გამოყენებას. ცოცხალი მოაზროვნე არსება არის. ექსპლუატაციას ვეღარ გავუკეთებთ. ანუ რაცებს უნდა შევთანხმდეთ. ეხლა ადამიანი არის ბიოლოგიური ორგანიზმი. ჩვენ გვიყვარს სეირნობა, ერთმანეთთან ურთიერთობა. ხო, მოთხოვნილებები არიან. რაღაცა მოთხოვნილებები გვიყვარს რა ვიცი, გემრიელი საჭმელის მირთმევა, ეგეთ რაღაცები. ხელოვნური ინტელექტს დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი არაფერი არ ექნება, ანუ არ აინტერესებს იმას ეს. ჩემი აზრით, თუ წარმოვიდგინეთ ესე აბსტრაქტულად რომ შევქმნით ეს არსება, ყველა ცოცხალ არსება აქვს ერთი და იგივე თვისება. საკუთარი თავის გამრავლება შეუძლია. ხო. ანუ თუ ის არსება იქნება ცოცხალი, ესე იგი რაღაცნაირად თავს გამრავლებს, საკუთარ თავს. ალბათ ამრავლებს ხელოვნური ინტელექტს გამოთვლითი უნარი. პირველი რასაც გავაკეთებდი მე რო ვიყო ხელოვნური ინტელექტი, დედამიწაზე არსებულ ენერგეტიკულ პოტენციალს არანორმალურად გავზრდიდი, იმიტომ რომ მე მჭირდება ენერგია რომ გამრავლდე, მეტი ინფორმაცია ვისწავლო, დამუშავო, შევქმნა. ჩემი აზრით თუ ეგეთ რაღაცა შეიქმნა, იმას არ დაინტერესებს ადამიანების ცხოვრება, პარკებში სეირნობა, შენ სახლში არის ცხოვრებს, შენს მაგივრად Android-ის ტანით. იმას დაინტერესებს რომ მეტი ენერგია გამოიმუშაოს. მაგრამ რა მიმართულებით აქ ხوارი მნიშვნელოვანი ამ ენერგიის გამოყენება. ნუ რა ვიცი, ალბათ ჩვენ კაცობრიობას რაც დაგვჭირდება მისი ესეთი შექმნილი ენერგიისგან 1%-იც არ იქნება და ბარემ მყავდეს ადამიანი რაღაცა რომ მოხდეს და მზისგან პლაზმა წამოვა დაიწვას ყველაფერი რომ ჩვენ აღვადგინოთ ისო თავიდან. მე მგონია რომ ძალიან კარგად დავმეგობრდებით. მე მგონია რომ ენერგეტიკის ფასი განულდება თითქმის, შესაბამისად შრომის ფასიც მე განულდება, იმიტომ რომ მოაზროვნეა და რაღაცა ოაზისში ვიცხოვრებთ. აი მანდ უკვე რამდენად ჩვენთვის სასარგებლო ოაზისში ცხოვრება, სადაც არანაირი მუშაობა არ გიწევს, ყველანაირი რესურსი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეგ არ ვიცი, მანდ უკვე ჩვენზე აი ეგ არის თავარი პრობლემა მგონი. ის რომ ხელოვნური ინტელექტი მოვა და გაგვანადგურებს, მაგისი არ მჯერა. ჩემი აზრით, თუ ის მართლა განვითარდა, მე პლანეტის ენერგია აღარ ეყოფა. ხო, დაიწყებს ეს არსება ფიქრს, როგორ გადავიდე სხვა პლანეტებზე, რომ იქედანაც ავითვისო ენერგია. და რავი, ასე ვუყურებ მე ამ ხელოვნურ ინტელექტს, ამიტომ მირჩევნია რომ არსებობდეს. და არ არსებობს. და გავიმარტივოთ ძალიან ბევრი რაღაცა. საქმე, რა ვიცი, შრომა. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ცხოვრობდნენ ოაზისში და დეგრადირდნენ. ანთროპოგენეზით არის ეს დადასტურებული. ოდნავ რაღაცა პრობლემა უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ვითარდებოდეს. კი, აი ზუსტად ეგ არის ყველაზე დიდი რისკი. და არა ის, რომ პრობლემის დაგიზიანებს. ზუსტად, ანუ ადამიანებში არის ისევე საფრთხე და რისკი. სანდრო, მოდი ცოტა Forbes-ს ვისაუბროთ. როგორ აღმოჩნდი, როგორ მიხვედი იქამდე და ის შენთვის რას ნიშნავს ეგ? რეგალია, ასე ვთქვათ. Forbes-ზე პირველად დავფიქრდი, როდესაც Forbes-მა და Axel-მა დაგვასახელა 10 საუკეთესო სტარტაპში საქართველოში. ასე ვთქვათ, არ მიფიქრია, არც არასდროს რაღაცა ამბიცია მქონდა Forbes-ში მოხვედრის. თან უკვე 30-ს დავუკაკუნე ეგ ამბავი რომ მოხდა. პოპულოც დაიყო ხო აშკარად. ის ვიგრძენი რომ თუ ანუ ადამიანებმა რომ რაღაცნაირად ფასეულობა ნახეს იმაში რაც ვაკეთებდით თან ეხლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო Axel-ს და Forbes რომ მაგათმა ჩვენი ღირებულება დაინახეს ბევრად უფრო ადრე ვიდრე აი საბოლოო მომხმარებელთან ეს ყველაფერი მივიდა. და მე რაღაცნაირად აღმოჩნდა რომ რეკომენდაციაც გამიწიეს Forbes-ში და მოხდი 30 წლამდე ანტრეპრენერების კატეგორიაში. ნამდვილად სასიამოვნოა ეს გრძნობა. პასუხისმგებლობაც ხო არის რაღაც ერთგვარი. კი, სასიამოვნო არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ხედავ რომ რაც გააკეთე, მაგრამ ნახე აი ზუსტად მაგაზე მინდოდა გადასვლა. მე ზოგადად მაქვს ეგეთი სტილი. ბევრი ამას უყურებს ცოტა ამ პარტავნულ თვისებად, მაგრამ ყოველთვის ვამბობ იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ერთადერთი რაღაცის გამო. უკან დასახევი გზა აღარ მრჩება. ნათქვა მიგავს.
მივხვდი? ანუ ეს შენ თავთან გასავლელი პროცესები მეტად არის. ხო, რომ ანუ გზა ჩახერგილია, უკან ვეღარ წახვალ, შენ ათქვამი გაქვს ეს. ხო. არ გააკეთებ, მაშინ როგორ გამოჩნდები? ანუ სხვებთან კი არ გჭირდება რაღაც საკუთარი თავის მექანიზმი არის, რომ იმუშაო. საკუთარ თავს უფრო მარტივად აპატიებ. ადამიანები ბუნებით ეგეთები ვართ და რა მე მგონია რომ ეგეთები ვართ ყოველ შემთხვევაში და სხვას რომ მეუბნები და პირობას დავდებ და იმას არ შეასრულებ, ის უფრო მძიმეა. ამიტომაც Forbes-მა მომცა საშუალება რომ უფრო დიდი პირობა დამედო. საკუთარ თავთან. საკუთარ თავთანაც, ჩემს ირგვლივ ყოფ ადამიანებთან, გუნდთანაც და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო, რას ვაპირებთ. ამიტომაც პასუხისმგებლობაც მეტია, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ. ხო. და რა, მადლობა Forbes ამისთვის, ძალიან კარგი გზნობა არის ერთის მხრივ და მეორე მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხო, პირველის დაფასება და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დაფასებას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა შესაბამისად გაიაზრე და мотивაციად გამოიყენე წინსვლისთვის, შენი კომპანიისთვის. ყოველთვის ეგრეა. შენ თუ ასე ვთქვათ, public რაცა საზოგადოება მოგისმინა, ესე იგი შენ უფრო უკეთესად უნდა ილაპარაკო, ვიდრე აქამდე ლაპარაკობდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაცია უკეთესად უნდა მიიტანო და ეს არის ცნობადობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, კომპონენტი. ეს ამდენ 30 მეტი ადამიანი გისმენს, ეს შესაბამისად კარგად უნდა მიიტანო შენი აზრი, უნდა იყოს გულწრფელი. სხვადასხვა აი ამით მინდოდა დაბოლოვება და ბარემ ამასაც ვიტყვი. ყველაზე მეტად აფასებენ გულწრფელობას ყველგან. ინვესტორებიც, გუნდის წევრებიც, ადამიანებიც და უბრალოდ შენ თუ იქნები გულწრფელი 100-ჯერ უფრო მარტივი იქნება ცხოვრება. და ხანდახან ხედავ ხოლმე რომ ადამიანები არ არიან გულწრფელები და აი გზნობა მიჩნდება რომ რამდენს კარგავთ. ხო. აი ეგ არის რა და ილაპარაკე ის რასაც ფიქრობ. არა მარტო საქმეში და ბიზნესში და სტარტაპში. ზოგადად რა როგორც პიროვნება გულწრფელობა მიხარია რომ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი არის. აი ზუსტად ახლა უნდა მეკითხა რა არის შენი მთავარი ღირებულებები მეთქი და ძალიან პრაგმატული რაღაცა. იცი რამდენჯერ მქონია შემთხვევა რომ თითქოს მარტივი ტყუილი უკეთეს გამოსავალს მომცემდა. არ წავედი მაგ მართლებ თქვი სიმართლე. იმდენი დამხვდა ძალიან კარგი სურპრიზი. აი თითქოს ალბათ ეს რწმენის კატეგორიაა. ამას ვეღარ კატეგორიაში გავდივარ. მეცნიერულად ამას ვერ ვხსნი, რაღაც ამისი მწამს. მეც მაგ კატეგორიაში გავდივარ, ანუ რაღაცა თუ არის არასწორად, მისჩემნია რომ თქვა რომ არასწორად არის და რავი, ოკეია ჩემთვის და ვიმუშავებ რომ შეიცვალოს. ჟიურისთანაც და ინვესტორთანაც და აი ინვესტორი როგორ ხედავს სანდრო როგორ ფიქრობ მაგას ანუ მაინც ხო ამბობენ რომ სჭირდებათ ისეთი ფაუნდერი დაინახონ და გუნდი რომელსაც ჯერა თავისი თავის და რაღაც თავდაჯერებულია მაგრამ ამ დროს რო ამბობს რომ აი აქ რაღაც ხარვეზი დავინახე მაგრამ ანუ რომ აღიარებს ამას აი კარგია თუ ცუდია კარგია თუ ბალანსია საჭირო მაინც მაგრამ ნახე შენ შეიძლება ამ გრანდიოზულ მიზნებშიც გულწრფელი იყო. ის რომ შენ ამბობ, ნახე როგორ რაღაცა, არის ორი ვარიანტი. მიდიხარ და ამბობ, რომ ჩვენ გავხდებით 100 მილიარდიანი კომპანია ამდენ ხანში. ხო. ან შეიძლება გჯეროდეს ამის, ან შეიძლება არ გჯეროდეს. თუ მართლა გჯერა, ესე იგი გულწრფელი ხარ. ამიტომ გააკეთე საქმე ისე რომ შენ მართლა გჯეროდეს რომ ეგ შეგიძლია. მაშინ გულწრფელი ხარ. ეგ არის მთელი თამაშის წესები აქ. არ ატყუებ ინვესტორს უბრალოდ და ისინი ამას ხედავენ. კი. კი, ისინი არა, ყველა ხედავთ. ანუ არა მარტო ინვესტორები კიდევ უფრო, იმიტომ რომ მათ იმდენი მსგავსი ნანახი აქვთ. მე არ ვიცი, ადამიანებს ინტუიციურად ბევრი რაღაცა შეგვიძლია, რასაც ესე ვერ ახსნი, მე მithuetes არ ვარ ფსიქოლოგი. მაგრამ აი ჩანს გულწრფელი ადამიანი. ეს შე როგორ ხედავ ხოლმე სანდრო? აი როგორ გრძნობ? თუ ხედავ, თუ როდის არის ადამიანი გულწრფელი და როდის არა? მოგზალებულები არიან ხოლმე ხშირად, გულწრფელი ადამიანები რაღაცნაირად აი იმ თავის გრანდიოზულობაშიც მოგრძალებულები არიან. და ეს ძალიან გიმარტივებს ადამიანებთან ურთიერთობას. კომუნიკაციას, ხო. ხო, და ნდობას იწვევს. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ადამიანებში არ შემცდარ ვარ, ძალიან ბევრჯერ შემცდარ ვარ მოლოდინებში ადამიანებისგან. მაგრამ საშუალოდ მაინც არა. საშუალოდ მაინც ასე ვთქვათ ვიცნობდი რა. ხო, ეს გულწრფელობა და თავმდაბლობა და ეს ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე გადაკვეთა გქონდა და ნაკლები რაღაც კომუნიკაცია და საუბარი, მაინც დავინახე. აი ზუსტად აქ მივდივართ, რომ ადამიანს ემჩნევა, ანუ შეიძლება დიდი ხანი არ გაატარო მასთან და დიდხნიანი დიალოგი არ გქონდეს და ინტერაქცია არ იყოს დიდი, მაგრამ რაღაცას მაინც იმ ღირებულებებს ადამიანის უკან რა ღირებულებები დგას, მაინც ალბათ ძალიან მალევე ამჩნევ. ზუსტად. მეც ეგრე ვფიქრობ, რუსა.
ესე იგი, შენი თავარი ღირებულებები რა არის ცხოვრებაში, უკვე თქვი კიდეც, სანდრო და ახლა შევაჯამოთ, აი ბოლოს სიტყვაობა შენი რა იქნებოდა, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა ბიზნესის დაწყება უნდათ, ან სტარტაპის დაწყება უნდათ, განვითარება, პიროვნული ზრდა, პროფესიული ზრდა, აი შენ გამოცდილებას რომ გაუზიარებდი რა. იცი რა, ეს რა სიტყვებს მინდა ახლა გავიხსენო, ძალიან ბანალურად ჟღერს, იმიტომ რომ ბევრი იმეორებს ამას, თავის დროზე სტივ ჯობსმა თქვა რომ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ შეიქმნა, ისეთივე ადამიანები შექმნილია, როგორც შენ ხარ. ხო. და კი, შეიძლება უკვე გაიცვით, ბანალურია, მაგრამ 100%-ით ამისი მჯერა. და ლიმიტი არის ის, რასაც საკუთარ თავს უწესებ. გენიოსებისაც არ მჯერა, რომ არსებობენ გენიოსები, არსებობენ ნიჭიერები, არსებობენ სულელები, არა, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, ხელოვნური ინტელექტიდან განსხვავებით. ხო, მით უმეტეს ამ დროში. და ის გენიოსიც როგორ დებდა შედეგს, ეგეც არის სწავლებადი უნარი. კი. უბრალოდ სხვანაირად ხედავდნენ, თორე IQ-სა და იმას შორის, რა ქვია, ნობელის პრემიის აღებას შორის კორელაცია არ არსებობს. ამიტომ არასდროს არ იფიქრო ის, რომ მე არ გამომევა. გამოგივა აუცილებლად. ისწავლე, მიდი ხალხთან, ვისაც გამოვიდა, იმათ კითხე აზრი და შენც გამოგივა. და მიღებაც ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ რჩევა იკითხე და ამის მერეც გააკეთე შესაძლებელი. შემთხვევაში ყოველთვის ადამიანებს რო ვთხოვდი დახმარებას ან რჩევას, მე მეხმარებოდნენ მართლა და ანუ არ ვარ იმისი ასე რომ არ გამხილო იდეა და მალე რა ვიცი, ყველა ჩემს ირგვლივ სულ დახმარებას ცდილობდა, როცა რაღაცას ვეუბნებოდი. იც რა საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე სანდრო ამ სფეროში რო აღმოჩნდი, რაც თან ძალიან გამიკვირდა და თან რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, რომ ადამიანებს ერთხელ შევხვდებოდი, რაღაც ივენტზე შევხვდი, გავიცანით და მე რაღაც დამჭირდა დახმარება და მაინც რომ მორიდებით კითხავ რა და ამ დროს მეორე მხრიდან რომ მოდის იცი როგორი გამზიარებლობა და ღიაობა, რომ მთელ თავის 5 წლიანი გამოცდილება შეიძლება ნახევარ საათში სრულად გაგიზიაროს და ოღონდ ეს არისო ერთეული შემთხვევები. ანუ დავაკვირდი, რომ აშკარად ყველა ამ სფეროში არის ასეთი და ძალიან გამიხარდა და ერთი რომ ძალიან გამიხარდა, მე ბევრს ფიქრობდი, რომ რატო არის მაინც და მაინც ასე და აი ბოლო დღეებია ამასაც ბევრს ფიქრობ და რა დასკვნამდე მივედი, რომ რეალურად ყველამ გაიარა ის გზა რასაც ხედავენ შენში, ანუ რომელი გზის დასაწყისშიც ხარ შენ და რაღაცნაირად საკუთარ თავს რო ახსენებ და ის რაც განცდილია და შენ გაქვს განცდილი, რა სირთულებთან იყო დაკავშირებული ეს გზა, განსაკუთრებით აი ამ სტარტაპში, იმიტომ რომ თუნდაც შენ ამ ეტაპამდე ხო ვერ მოხვიდოდი, რომ ვიღაცების აი ეს დახმარება, რჩევის გაზიარება არ მიგეღო. არანაირი შანსი არ მქონდა. თან ბევრი ადამიანია, რომ ვისაც ვიცნობ, ვინც მართლა დამეხმარეს და იცი რა მხელა შთაგონება მომცეს გზის გაგრძელების, აი ვერ წარმოიდგენ. ხო და ანუ მარტო ჩემი დაკვირვება არ არის, ხო სანდრო ეს ასეა. ეგეთია. აი ეს ეკოსისტემა არის თითქოს ასეთი, გამზიარებლური, ღია, დახმარებაზე ორიენტირებული, გამცემი. ეგ კი არა, ძალიან ბევრი გავიცანე, ვინც მისაბაძი ადამიანები არიან და ბევრმა თვისებას ვცდილობ, რომ მეც შევიძინო. რამდენად გამოდის არ ვიცი, მაგრამ ეგრეა და რა შენც ეგეთი ხდები, როცა ამ სფეროში ხარ, სხვა ვინც მოვა, გინდა რომ დაეხმარო, შენი კონკურენტი არის, იგივე რაღაცის გაკეთება უნდა, არა, უზიარებ. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კონკურენტიანობა რო ასეთი ჯანსაღია და მაგის გამო შეიძლება რაღაცები არ დამალო, თუნდაც ინფორმაციულად. ანუ რამდენად მაღალი ღირებულება არის ადამიანისთვის ეგ. ტელეფონზე ვრეკავთ ერთმანეთს კონკურენტები ვინც ვართ რაღაცა სფეროში და ვეუბნები რომ აი შენთან ახლა ეგეთი რაღაცა ხდება, ეგეთი რაღაცა მითხრეთ, მიდი მიხედე და ისიც მე ასე მეუბნება და ეგ ძალიან ჯანსაღი რაღაცა არის რა. ეს არნიშნავს რომ კონკურენტები არ ხართ. საბოლოო ჯამში ბაზარი ისე არის მოწყობილი, რომ გადარჩებიან ყველა ძლიერები. ხო. მაგრამ ეს კონკურენცია არ დაგააკარგვინებს მეგობრობას და პირიქით ბაზარი სადაც გადიხართ იმდენად დიდია რომ თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, მაშინ ჩებად ერთადერთი გამოსავალი. ეს არის კოლაბორაცია. არ არსებობენ კონკურენტები, არსებობენ კოლაბორატორები. რაც მარტივად შესაძლებელი არის. ხო, მანდ უკვე ერთადერთი ვისება იყო ისო გულსრველი და კეთილსინდისიერი. თუ კეთილსინდისიერება არ გაქვს, მაშინ უკვე მომენტალურად გაირიყები. იმიტომ რომ ნახე ადამიანები ვცდილობთ ერთნაირების, აი ჩვენნაირი მაგვარების პოვნას. ხო, ვიზიდავთ. როცა შენ ძალიან ბევრი ადამიანი გეხმარება, ისინი არიან კეთილშობილები. იზიდავენ კეთილშობილებს და შენ თუ ეგეთი თვისება არ გაქვს, ავტომატურად ერიყები. გაირიყები და მოგიწევს ისეთ ადამიანებთან ერთად კეთება, ვინებიც არ არიან კეთილშობილები და მან სხვა პრობლემები და ვერც გამოსდით მე რა. უნდობლობა, ერთმანეთის დაჩაგრვა, ერთმანეთზე წართმევა. და მაგით კიდე საქმე არ გამოდის საბოლოოდ. მაგით მიდიხარ რაღაც დონემდე, იმისკენ ვეღარ მიდიხარ. ხო. სანდრო, კიდევ ერთხელ მადლობა.
სტუმრობისთვის ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, პირადად მე ძალიან ვისიამოვნე. და იმედია მაყურებელიც ისიამოვნებს და თვითფლობის არხს გამოიწერს, რომ კიდევ ბევრი მსგავსი საუბარი შედგეს და მოისმინოთ. შენი მომავალი გეგმები რა არის? ამ ეტაპზე გეგმა გვაქვს ერთი. იმდენად შევცვლით მომხმარებლის ურთიერთობას კომპანიასთან, რომ ზღვარი გაკეთება. რა იყო მანამდე და რა იყო მერე. ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად. გაიგებს როგორ ფიქრობ მაყურებელი ამას? ცოტა ისო თქვი ალბათ, მაგრამ რეალურად ადამიანს მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან ექნება კომუნიკაცია კომპანიაში. და გაცილებით უკეთეს შედეგს დაუდებს, ვიდრე ადამიანთან რო ქონდა კომუნიკაცია. ადამიანს, ანუ მომხმარებელს მე რომ Zoom-ში მივდივარ, ამ Zoom-ს მაინც კომპანია და ხშირად მოგიწია ხსენება. ხო, და შენი პირველი პარტნიორი არის და ამიტომ. ყვარს მაგის გამო თან. და ძალიან კარგი გუნდი არიან. ხო და მაშინ იმსახურებს ბევრჯერ თქმას, ხო? ესე იგი, მე რო Zoom-ში მივდივარ რაღაცის საყიდლად, როგორც მომხმარებელი, მაქსიმალურად დამეხმარება AI, რომელსაც წვრთნის ადამიანი, კონსულტანტი. კონსულტანტი, თანამშრომლები და თანამშრომელი, ხო, ნებისმიერი. ჩვენ მივახცევთ იმ შედეგს, მე ვდებ ამის პირობას, რომ ყველაფერში დაგეხმარება. და შენ მომხმარებელს ადამიანთან კომუნიკაცია აღარ დაგჭირდება, ხელოვნურ ინტელექტთან. ხელოვნურ ინტელექტთან და ის ადამიანი კონსულტანტი მხოლოდ AI-სთან არის ის სხვა საქმეებს გააკეთებს. უფრო სტრატეგიულს, უფრო მნიშვნელოვანს. და უფრო კარგს გახდის ამ AI-ს, რომ კარგად ლაპარაკი. ანუ ის რომ კარგად მოგემსახუროს, ამას აკეთებს ადამიანი. კი. ხო. და უკვე ვიდეო კოლითაც ასე ვთქვათ. ყველანაირი ვიდეო კოლით ინტერაქციაც შედგება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს ყველგან, სადაც შეუძლია ადამიანს ყოფნა. არ გვაქვს ლიმიტი. ეს არის არც chatbot-ი, არც voice assistant-ი, ეს არის არსება, რომელიც ყველგან დაგილაპარაკება. კარგი, ახლა კიდევ უფრო პრაქტიკულად მინდა რომ წარმოვიდგინო. შევედი Zoom-ში, მინდა ტელეფონის არჩევა. კონკრეტულ კომპანიას და ვთქვათ, წარმოვიდგინო შენ შექმენი ახალი კომპანია. ყავს გაყიდვების ხელმძღვანელი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტი. გაესაუბრება შენს მომხმარებელს WhatsApp-შიც, Instagram-ზეც, Facebook-ზეც, საიტზეც, თუ საჭიროა შევა მიტინგის კოლებზეც და პირდაპირ ვიდეო ზარებში ჩაერთვება და თუ საჭიროა მობილურზეც დაურეკავს. აი აქ მივდივარ ჩვენ და ამას გავაკეთებთ. ვაუ, აი ველოდები მაგას. ველოდები მაგას და რაღაც პერიოდის შემდეგ შეგვიძლია რომ კიდე შევხვდეთ, ვისაუბროთ და აი რა შედეგებს დადებს ეგ მომსახურება, მე კიდე უფრო კარგად განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ რომ კარგი შედეგები იქნება. მადლობა ამ შეფასებისთვის და დიდი სიამოვნებით. ველოდებით და წარმატებას გისურვებ სანდრო კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მადლობა და წარმატებები. დისლექსია არ არის დაბრკოლება წარმატების გზაზე. ეს არის განსხვავებული ხედვა, რომელიც ხშირად ახალი შესაძლებლობების წყაროა.